ღმერთმა სულიერი წინსვლა გქონოდეთ. ყოველთვის ეცავთ რომ შევასრულოთ ღვთისმცნებები. ეს არის სავალდებულო, რა თქმა უნდა, ეს არ არის გარედან მოხვეული ჩვენთვის რაღაც ვალდებულება, ცივი ვალდებულება. პირიქით, ეს არის ღვთის წყალობით ჩვენთვის მოცემული ხსნის საშუალება, ის კალაპოტი, რომელთაც უნდა ვიმოძრავოთ. თავიდან ეს ყველაფერი გეჩვენება თითქოს ვალდებულება, თითქოს ასე ვთქვათ, ძნელად შესასრულებლად, მაგრამ გადის დრო რა, გადის და ქრისტიანი აცნობიერებს თავის ჯვარცმულობას და სულიერი მასშტაბი ეზრდება მას, ეს აუცილებლობა თავისუფლებაში გადადის. ანუ აუცილებლად მოთხოვნილება გადადის თავისუფლად სურვილში, თავისუფლად სურვილი აქვს ადამიანს და არა გარედან მოთხოვნილი შემბუჯველი ვალდებულებაა. ამიტომ აუცილებლობიდან, ვალდებულებიდან ვიმოძრავოთ თავისუფლებისაკენ და ქრისტეში სულიერი გაცნობიერებული თავისუფალი არჩევანისაკენ და მისთვის და მასში ცხოვრებისათვის და მისი ნების თავისუფალი ნებით თანხმობისა და აღსრულებისაკენ ვიმოძრავოთ. აი ეს არის ჩვენი მიზანი, ვიმოძრავოთ. ანუ დეტალურად გავაანალიზოთ ჩვენი ცოდვები, მოვინანიოთ ანალიზიდან, ვიმოძრავოთ სინთეზისაკენ. სინთეზი გავაკეთოთ იმისა, რომ შევაჯამოთ ჩვენი სულიერი აზრები, სულიერი ასე ვთქვათ, სიტყვები და სულიერი ქმედებანი. რაც ნეგატივია საცერში, სინანულის საცერში გავძრათ, სინანულის ფილტრში გავატაროთ და დაგვრჩება ის ფასეული, რაც არის ოქრო, რაც არის ბაჯაყო, რაც არის ძვირფასი. დანარჩენი ეს ბალასტი გავა და წავა და დარჩება ის ძვირფასი, რაც არის. აი ამ ძვირფას ფილტრაცია გავუკეთოთ და გადავადნოთ იმ ჩვენთვის სულიერ ბაჯაღლოთ, სულიერ ოქროთ, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს ჩვენ. და ეს იქნება ჩვენთვის წაურთმეველი სიმდიდრე ღვთისაგან მოცემული. შეიცან ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება განთავისუფლებს შენ. მართლაც შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება ყოველგვარი ნეგატივისგან განთავისუფლებს შენ. შეიცან შენში ქრისტე ღმერთის ყოფობა, როგორც გულისა და გონებაში ტრაპეზზე ყოფობა ღვთის წყალობისა, ღვთის ხელთუქმნელი მადლისა და თვითონ უფლისა ხელთუქმნელი მადლის სახით შენში და შეიცნობ რა ამას, აუცილებლად შეიცნობ საკუთარ თავს და შეიცნობ გამომდინარე აქედან სამყაროს. შეიცნობ უფალს, შეიცნობ საკუთარ თავს, შეიცან სამყარო და შეიცან შენი თავი ამ სამყაროში. რა ადგილი გიჭირავს? ეს არის საიდუმლო სასუფეველიცად ყოველგან არს, ყოველსავე აღავსებს. ქრისტე ყოველგან არს და თქვენთვის მოცემულ არს ეს. ამიტომ ეს მოცემულობა მხოლოდ ძალისხმევით მოიპოვება, ძალისხმევით. ვიდოდეთო მანამ სანამ სინათელში, ნათელში ხართო. აი ვიდოდეთ და ამ ცხოვრების ინტერვალში ნამხალ თუ არ გაინძერე, თუ არ ძალისხმევ არ გამოიჩინე, თუ შენ ეს ინტერვალი შენი ცხოვრებისა არ გააგრძელე ღვთის დიდების აზროვნებით, სიტყვითა და საქმით ღვთის დიდებით ეს ინტერვალი არ გააფართოვე და არ გააღრმავე და არ გაამდიდრე, მაშინ ეს გაივლის როდესაც ერთი რაღაც კონტური, გასმული კონტური შენი დაბადებიდან გასვლამდე ამ ქვეყნისა, როგორც ერთი რაღაც ნაჩხაფნი და კვალი პატარა. ამიტომ ეს დიდდება და უსასრულო ხდება, რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ ღმერთს, რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ ამ ინტერვალში შენი ცხოვრებისა და გაზრდი ამ ინტერვალში შენი ღვთისადმი დიდებით, ღვთის დიდებით, ღვთისადმი ესე ერთგულებით, სულიერობით, თვითჩაღრმავებით, შემეცნებით ღვთისა და შენი საკუთარი თავისა და ადგილისა ამ სამყაროში, რომელშიც შენ ღმერთმა არაყოფიერი და ყოფიერში მოგიყვანა, მით უფრო გაგრძელდება ეს ინტერვალი მდიდრული, შინაარსიანი და ამაღლებული გახდება ამ სოფელზე, რაც აუცილებლად უსასრულო კიდევ გრადაციებს გასდის შენი სულიერი წინსვლის და გვერდიდან რომ შეხედავს ადამიანი თითქოს და წრეზე მოძრაობ, ზევიდან რომ შეხედავს ამ ქვევიდან, მაგრამ ამავე დროს შენ მოძრაობ როგორც სპირალზე ზევით და ზევით მიდიხარ, თითქოს რაღაც პერიოდში დამწყები ხარ, მერე ისევ თავიდან იწყებ დამწყები ხარ, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე დამწყები აგრძელებს სულიერ წინსვლას. აი ეს მინდა გისურვო, რომელსაც წმენეს ის ხომდეს, ხო? ვინც ირწმუნებს ქრისტეს, აი ყველაფერში ამ ძლიერ მოძრაობაში, ამ დაბკოლების გადალახვში და ამ მძიმე, ეს არ არის, რაც მოთქვი ადგილის შესასრულებელი, საკმაოდ მძიმეა. მძიმე ოღონდ არა სიმძიმისთვის და ტანჯვისთვის, არამედ ეს სიმძიმე და ეს ტანჯვა ანთავისუფლებს ადამიანს ჭეშმარიტების შემეცნებაში აღებინებს ამ მონაწილეობას და ამ გაგებით თქვენ
სულ სხვა დონეზე ახვალთ და უკვე ხართ და კიდევ უფრო წახვალთ წინ. რაც კრისი გრადაციები წართავდება, იმიტომ რომ დაუსრულებელია უფალი, დაუსრულებელია გრადაციები და შემეცნება უფლისა. რა თქმა უნდა, წმინდა იოანე კიბის აღწერილი 33 საფეხურს გამოყოფს. 30-33 თუ წაკითხული. წმინდა იოანე კიბის აღწერა ცოტა რთული წასაკითხი წიგნია, ძალიან ძიმე წასაკითხია მე ვიტყოდი, ტკივნეული წასაკითხია, დღეს მით უმეტეს, იმიტომ რომ ეს წიგნი საკმაოდ დიდ შრომასა და სულიერ ხილებას გამოიწვევს საიკითხავ რა წიგნს. ერშიც უნდა ერის ადამიანისთვის ცოტა მძიმე და გამათრახებას უფრო გავს, რამდენადაც შენ თავსა და სასურველსა და შენს იდეალურ მდგომარეობასა და იმ სასურველში, რაც უნდა იყო და იმაში, რაც რეალურად ხარ, იმდენად განსხვავებას აღმოაჩენ, რომ თავზე ხელი შეიძლება ხელი ჩაიქნიო და ამიტომ ისე ვინც არ ჩაიქნევს თავზე ხელს ქრისტეს ვერ შეუდგება. უარყავ თავი შენი. აიღე ჯვარი შენ შეუმიდეგინე და თავზე ხელი ჩაიქნიო, კარგი ქრისტიანული გაგებთ კი არა, დეპრესიაში ჩავარდა სასუსარგებლობაში. ანუ შენს ეგოიზმზე უნდა ჩაიქნიო ხელი და მაშინ წახვალ წინ და ისე ბრძოლები იქნება, რაც მეტია განსხვავება სასურველსა და ჩვენს რეალურ მდგომარეობის პოლუსებს შორის, მით უფრო ბრძოლა და დაძაბულობა მეტია, იმიტომ რომ თუ შენ პროპორციულად სასურველის პროპორციულად არ ცხოვრობ და ამბიციები გაქვს მხოლოდ და რეალური შენი არსებობა და ცხოვრება და სტანდარტები აბსოლუტურად განსხვავებული მოწყვეტილია იმ იდეალს, რომელსაც შენგან ღმერთი ითხოვს სახარების ჩაიხედავ რა, ნახავ ამას, ну მაშინ ვისი ბრალია ეს ზეცის, რა თქმა უნდა არა, შენი ბრალია. ამიტომ შენ გამოასწორე, შენ იყავი ადეკვატური და ზედდება სასურველსა და შენს რეალურ მდგომარეობაში იყოს მაქსიმალურად ახლო და იდენტური. აი მაშინ წახვალ დაუგოლებლა წინ. ბრძოლები მაინც იქნება ირიბით უპირდაპირ, მაგრამ რა ვქნათ ახლა? თვირთი ჩემი სუბუქარს, უღელი ჩემი სუბუქარს, თვირთი ჩემი კბილზე ასო, ისავლეთ ჩემგან, რამეთუმ შვიდი ვარ და მდაბალ გულითაო. ესეც ადვილად არ არის, სარქმელი ადვილი. ამაზე ქრისტემ სისხლი დაგვარა ეს ყველაფერი ჩვენამდე მოსულიყო და საქმნელად არ არის ადვილი, მაგრამ აღსასრულებლად როგორია მით უმეტეს დღეს არაუშავს. ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, ვიშრომოთ, ვილოცოთ, ვიწვალოთ, ძალისხმევა გამოვიჩინოთ, ცოტა გავწვალდებით, მაგრამ შედეგი მცირედი მაინც იქნება, რაზედაც დიდება და მადლობა უფალს. ამინ.